Хочу сейчас перейти к Слову Божьему. მინდა რომ სიტყვაზე გადავიდეთ ღვთის სიტყვის გარჩევაზე. Есть один псалом в Библии, который я очень сильно люблю. ერთ-ერთი ფსალმუნი განსაკუთრებით მიყვარს, ძალიან მიყვარს, Потому что он говорит о значении и ценности Дома Божьего. რადგან ღვთის სახლის მნიშვნელობასა და ფასეულობაზე ლაპარაკობს. Это 83-й псалом. ეს არის 83-მე ფსალმუნი. Его написали, этот псалом, как здесь написано, сыны Асафа. როგორც დაწერილი არის აქ ასაფის ძეებმა დაწერეს ეს ფსალმუნი. Кто были эти сыны Асафа? ვინ იყვნენ და რას წარმოადგენდნენ ეს ასაფის Это ძეები? была одна из ветвей колена Левиина. ლევიანთა ტომის ერთ-ერთი შტო იყო. И они были служителями Божьими. და ისინი ემსახურებოდნენ ღმერთს. Но мы понимаем, что все представители этого рода, они не могли сразу прийти в храм и служить там. მაგრამ ჩვენ კარგად ვიაზრებთ, რომ ამ შტოს წარმომადგენლები ყველანი ერთად ვერ მივიდნენ ტაძარში და ვერ ემსახურებოდნენ ღმერთს. Поэтому Давид, царь Давид и пророк Нафан, они составили список очередности служения. ამიტომ წინასწარმეტყველმა ნათანმა და მეფე დავითმა შეარჩიეს სია თანმიმდევრობისა თუ როგორ უნდა И ты მისულიყვნენ даже ტაძარში. находишь в Евангелии, что они еще в то время соблюдали этот порядок. და შეგიძლია კარგად ნახო სახარებაში როგორ ამ თანმიმდევრობას როგორ ემორჩილებოდნენ. Когда, например, отец Иоанна Крестителя будущий, მაგალითად, როდესაც იოანე ნათლისმცემელი ნათლისმცემლის მამა ილია он пришел в этот храм მივიდა ამ ტაძარში и служил в свою очередь. და თავის თანმიმდევრობიდან გამომდინარე ემსახურებოდა. И тогда Бог открылся ему и говорил, что Бог даст ему сына. და შემდეგ ღმერთი გამოიცხადა მას და უთხრა რომ მისცემდა აჩუქებდა ძეს. Но когда твое время уходило, ты должен был вернуться в свой дом и ждать какое-то время, иногда довольно долго, своей очереди к служению. მაგრამ როდესაც შენი ჯერი ასე ვთქვათ სრულდებოდა, უნდა დალოდებოდი გარკვეული ხანი რომ მოსული დამდგარიყო დღე, როდესაც ემსახურებოდი შენ. კлау. И иногда я вижу, как люди радуются, что служение закончилось, можно пропустить или побежать домой, там поесть наконец, телевизор посмотреть. Слава Богу, закончилось. და ხშირად ვამჩნევ ხოლმე, როდესაც ადამიანებს უხარიათ რომ მსახურება სრულდება, ახლა არის უკვე შესაძლებლობა რომ წახვიდე სახლში. У меня есть друзья, которые хотят меня куда-то пригласить и говорят: "А ты не можешь увильнуть на это воскресенье?" და მყავს მეგობრები, რომლებიც მეუბნებიან ხოლმე რომ სადღაც დაპატიჟება უნდა და აი ვერ გამოიპარებიო მსახურებიდან. И я все никак не могу объяснить, что это мне нужно больше, чем кому бы то ни было. და მიჭირს იმის ახსნა რომ მე უფრო მჭირდება ეს ვიდრე სხვას. И вот эти люди уходили на несколько недель, может быть, на несколько месяцев домой. და ეს ადამიანები რამოდენიმე კვირით, რამოდენიმე თვით მიდიოდნენ სახლში И они не отдыхали там. და არ ისვენებდნენ. То, что они чувствовали, написано в 83-м псалме. რასაც ისინი გრძნობდნენ, წერია 83-მე ფსალმში. Вот они сидят дома и говорят: აი სხედან სახლში და ლაპარაკობენ. "Как вожделенное жилище Твои, Господи, сил". ქართულში 93-ია ნეტა. რაოდენ სასურველია შენი სადგომები ცაბაოთ უფალო. Истомилась душа моя, желая во дворы Господни. Сердце мое и плоть моя восторгаются к Богу живому. ნატრობს და ელტვის სული ჩემი უფლის ეზოებს, ჩემი გული და ჩემი სხეული ცოცხალ ღმერთს უმღერიან. И птичка находит себе жилье, и ласточка гнездо себе, где положить птенцов своих у алтарей Твоих, Господи, сил, Царь мой и Бог мой. ჩიტიც კი პოულობს ბინას და მერცხალი ბუდეს, რომ შენ სამ მსხვერპლოსთან ჩასხას თავისი ბარტყები, უფალო ცაბაოთ, მეფეო ჩემო და ღმერთო ჩემო. Блаженны живущие в доме Твоем, они непрестанно будут восхвалять Тебя. კურთხეულ არიან შენ სახლში მკვიდრნი, განუწყვეტლივ გაქებენ ისინი. Блажен человек, у которого сила в Тебе и у которого в сердце стези направлены к Тебе. კურთხეულ არიან კაცნი, რომელთა ძლიერება ჩენშია, რომელთაც გულში სიონისკენ მიმავალი გზაა. Проходя долиною плача, они открывают в ней источники, и дождь покрывает ее благословением. ხრიო კველზე გავლისას წყაროებს აღმოაჩენენ და კურთხევით დაფარავს მათ შემოდგომას წვიმა. Переходят от силы в силу и являются пред Богом на Сионе. ძალთა ძლიერებისკენ ივლიან, ღმერთის წინაშე გამოცხადდებიან სიონში. Амен. Представляете, этот человек находится у себя дома. აი წარმოიდგინეთ, ეს კაცი არის თავისთან სახლში.
И он говорит, как я хочу быть там, где я служу Господу. და ამბობს რომ როგორ მინდა ვიყო იქ სადაც ვემსახურები ღმერთს. Как счастлива эта птица, которая свила себе гнездо где-то под капителью этого храма. რა ბედნიერია ეს ჩიტი რომელმაც რომელღაც ტაძრის გუმბათის ქვევით გააშენა თავისი Она всегда в своем присутствии ბუდე. находится. ყოველთვის არის საკუთარი თავისთან Господи, დასწრებაში. если бы я мог, я бы каждый день Тебя славил там. აი რომ შემეძლოს ყოველდღე განგადიდებდი შენ იქ. Но он говорит, მაგრამ ამბობს что даже если ты не там в данный момент времени, რომ თუ შენ იქ არ ხარ დროის ამ მონაკვეთშიც კი ты благословенный человек. შენ მაინც ხარ კურთხეული Если ты ადამიანი. осознаешь, что твоя сила, она в Боге, თუ შენ იაზრებ რომ შენი ძალა არის ღმერთში, что ты сам по себе ничего не можешь, რომ თავის თავად შენ არაფერი გძალუც, но ты все можешь в Господе. მაგრამ ყველაფერი შეგიძლია ღმერთში. И у которого, это благословен человек, у которого в сердце дорога к Богу направлена. და კურთხეული არის ადამიანი, რომლის გულის გზაც ღმერთისკენ Это მიდის. человек, который не только внешне религиозен, ეს არის ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ შინაგანად არის რელიგიური, но человек, у которого Гарыгна, но Гарыгна, человек, у религиозный. которого сердце обращено к Богу всегда. არამედ ყოველთვის მისი გული მიმართულია ღმერთისკენ. Потому что если твоя религиозность внешняя только, ვინაიდან თუ გარეგნულია შენი რელიგიურობა она მხოლოდ очень быстро рассыпается при столкновении с какими-то проблемами. ძალიან სწრაფად იფშხნევა რაღაც პრობლემებთან შეჯახებისას. И он говорит про таких людей, которые внутренне уверены в Боге. და ისეთ ხალხზე საუბრობს, რომლებიც შინაგანად არიან Что დარწმუნებული им ღმერთში. иногда приходится проходить через долины плача. მათ უწევთ ტირილის მდელოს გავლა ზოგჯერ И они открывают там источники. და იქ აღმოაჩენენ ხოლმე წყაროებს И то место, которое было предназначено для смерти, და ის ადგილი, რომელიც წინასწარ განსაზღვრული იყო оно სიკვდილისთვის, превращается в место ეს благословения. ადგილი იქცევა კურთხევის ადგილად. Если ты Божий человек. თუ შენ ხარ ღმერთის კაცი, Посмотрите, какая здесь взаимосвязь четкая видна. ძალიან კარგი ურთიერთკავშირი არის აქ. Между твоим отношением к храму Божьему, к служению Богу, შენს დამოკიდებულებას შორის ღვთის ტაძართან და и между тем, насколько ты можешь рассчитывать на Бога. რამდენად შეგიძლია ღმერთზე გქონდეს იმედი დადებული, Насколько сильно Бог может вмешиваться в твою жизнь. რამდენად შეუძლია ღმერთს შენს ცხოვრებაში ჩარევა. Это очень сильно связано друг с другом. ძალიან ჭიდროდ არის დამოკიდებული და გადაჯაჭვული ერთმანეთთან. И когда люди начинают охладевать к храму Божьему, к церкви, к служению Богу, და როდესაც ადამიანები ცივდებიან ღვთისმსახურებისადმი და ზოგადად ტაძრისადმი, это является очень опасным симптомом. არის ეს ძალიან საშიში სიმპტომი. Вы знаете, когда я только-только уверовал, აი, როდესაც მე ვირწმუნე ღმერთის, когда меня привели первый раз на собрание, я шел туда со страхом. როდესაც ეკლესიაში პირველად მივედი, მეშინოდა. Я не знал, что меня там встретит. Секта какая-то, куда они меня тащат вечером в 7 часов. არ ვიცოდი რა დამხვდებოდა საღამოს 7 საათზე რაღაც სექტა თუ რა იქნებოდა. Но когда на следующий день я проснулся другим человеком, მაგრამ როდესაც მეორე დღეს გავიღვიძე, სრულიად სხვა ადამიანი ვიყავი და я не могу передать вам, как я ждал следующей среды. ვერც კი გადმოგცემთ, რამდენად ძლიერ ველოდებოდი შემდეგ 4 შაბათ დღეს. Я потом узнал, что к этим людям, к ним домой в любой день можно было прийти. Они всегда тебя ждут. შემდეგ გავათვითცნობიერე, რომ ეს ადამიანები ყოველთვის გელიან, შენ სასურველი სტუმარი ხარ და სულ შეგიძლია Но я მათთან ვისვა. целую неделю ждал, когда же я приду туда. მაგრამ მთელი კვირა ველოდი თუ როდის შეუძლებდი Потому მათთან что, ვისვას. увидев то, что Бог сделал во мне, იმიტომ რომ ვიხილე რა გააკეთა ღმერთმა ჩემში. я понял, что Он до конца может изменить мою მე жизнь. გავათვითცნობიერე, რომ ბოლომდე შეეძლო მას ჩემი Я ცხოვრების наконец შეცვლა. нашел того, кто может надежно взять меня в свои руки. როგორც იქნა ვიპოვე ის, ვისაც მჭიდროდ შეეძლო და საიმედოდ შეეძლო ჩემ საკუთარ ხელში ავეყვანე, Который может исправить мою жизнь. რომელსაც შეეძლო ჩემი ცხოვრების გამოსწორება, Который даст моей жизни смысл. რომელიც მისცემდა ჩემ ცხოვრებას არსს და И с тех აზრს. пор уже прошло 35 лет приблизительно. 35-მა წელმა განმლო ამ მომენტიდან. И за это время очень мало есть случаев, когда я по какой-то причине не был в воскресенье в церкви. და ძალიან მცირეოდენი მიზეზების ჩამოთვლა შემიძლია, რამაც მაიძულა რომ გამეცდინა Либо в საკვირაო отъезде მსახურება. был, либо болен был. ან ავად ვიყავი, ან სადმე ვიყავი წასული. Но я всегда старался всегда быть в Доме Божьем. მაგრამ ვცდილობდი რომ ღვთის სახლს არ ჩამოვცილებოდი. И дело не в том, что вот это место, оно защищает меня. და ჩვენ ეს ადგილი კი არ გვიცავს.
Дело совершенно в других вещах. სულ სხვა საკითხში მდგომარეობს არს. Дело в отношении к Богу и к служению Ему. დამოკიდებულება ღმერთის მსახურების მიმართ და ღმერთისადმი И ზოგადად. мы читаем, что если ты вот так относишься к Богу, здесь мы читаем, და აქ ჩვენ ვკითხულობთ, როგორც წერია, ხო, თუ ასეთი დამოკიდებულება გაქვს ღმერთის მიმართ, на твою жизнь приходит благословение Божье. შენ ცხოვრებაში ღვთის კურთხევები ჩნდება, მოდის. Вы знаете, за эти 35 лет я еще не видел человека, და 75 წლის მანძილზე მე ადამიანი არ მინახავს ჯერ, который почитал бы Бога от всего сердца, რომელიც პატივს მიაგებდა ღმერთს მთელი თავისი გულით, служил бы Ему всем сердцем, ემსახურებოდა მთელი თავისი გულით и Бог бы не благословлял და его. არ აკურთხა ღმერთმა ეს ადამიანი. В каком-то виде ты обязательно видишь вмешательство Божье, участие, Его чудеса в жизни таких ასე თუ людей. ისე რაიმე ტიპის გამოვლინება შენ ცხოვრებაში, მისი სასწაულების გამოვლინება შენ ცხოვრებაში აუცილებლად მოხდება. Но есть обратная сторона медали, как так მაგრამ сказать. რა თქმა უნდა, როგორც ამობენ ხოლმე, მონეტას მეორე მხარეც აქვს. Что случается, если люди отступают от всего этого? რა ხდება ადამიანის ცხოვრებაში, თუ იგი განუდგება ამ ყველაფერს? Вы знаете, что однажды я сказал такую вещь, я нашел ее в Священном Писании, говорил, проповедовал об этом. ერთხელ გაგიზიარეთ კიდევაც წმინდა წერილში ადგილი ვიპოვე, საინტერესო. Что когда мы посвятили себя к Богу, როდესაც ჩვენ მიუძღვენით საკუთარი თავი ღმერთს, мы посвятили Ему себя на вечное священство, так говорит Писание. ჩვენ მიუძღვენით მას საკუთარი თავის სამარადისო სიწმინდეში. Сынам Аароновым так было сказано. აარონთა ძეებს ასე ქონდათ И это გაცხადებული. посвящение посвятит вас в вечное священство. დაწერილია რომ ეს მიძღვნა თქვენ მიგიძღვით სამარადისო სიწმინდეში. Я не могу отозвать свое посвящение. და მე ამ ყველაფერს ვერ გამოვიწვევ უკან. Я не могу сказать, я больше не твой Господь. მე ვერ ვეტყვი მას რომ მე შენი აღარ вар. Может измениться мое служение, например. შეიძლება შეიცვალოს ჩემი მსახურება მაგალითად. По каким-то причинам я могу больше не быть пастором, например. შეიძლება გარკვეული მიზეზების და გამო აღარ ვიყო მწყემსი. Я могу быть не в группе прославления теперь, а перейти, например, в детское служение. შეიძლება მაგალითად დავტოვო ქებადიდების მსახურება, გადავიდე ბავშვთა Но я не მომსახურებაში. могу написать заявление об уходе из Царства Небесного. მაგრამ მე განცხადებას ვერ დავწერ და ვერ წავალ ცათა სამეფოს Я дал სამკვიდროდან. Богу слово, что я принадлежу Ему. მე მივეცი მას ჩემი სიტყვა დავპირდი რომ მე ვეკუთვნი И მას. если я это сделал, და თუ მე ეს გავაკეთე, если я отвернусь от Него и начну удаляться, მე თუ ზურგს ვაქცევ მას და ჩამოვცილდები, Он имеет право употребить все усилия для того, чтобы напомнить о себе. მას აქვს უფლება რომ ძალისხმევა, ასე ვთქვათ, გაიღოს რათა შეახსენოს И вернуть ჩემი меня დაპირება к себе. მასთან და დააბრუნოს ჩემი არსი მასთან. Я хочу про такой период говорить, когда Израиль был в отступлении и потом вернулся. აი ერთი პერიოდი გავიხსენოთ, როდესაც ისრაელი განუდგა ღმერთს და შემდეგ დაუბრუნდა მას. Он написан в книге Паралипомену, 29 главе. ესე იგი მეორე ნეშტი ხო? Дэх, მეორე ნეშტა წიგნში არის დაწერილი, რომელი თავი? 29. 29. დიახ. 29. Здесь описывается царствование человека по имени Езекия. ეზეკიას მეფობა არის აღწერილი ამ წიგნში. И я несколько стихов буду читать и будем чуть-чуть говорить об მოდით этом. რამოდენიმე მუხლი წავიკითხოთ, შემდეგ ვიმსჯელოთ. Прочитаем первый стих 29 главы. წავიკითხოთ მაგალითად 22 ნეშტა წიგნის 29 თავის პირველი მუხლი. Езекия воцарился 25 лет и 29 лет царствовал в Иерусалиме. 25 წლის გამეფდა ხისკიაჰუ და 29 წლის მანძილზე მეფობდა იერუსალიმში. 25 лет. 25 წლის იყო ეს კაცი. Но в грузинской истории есть цари, которые воцарились в 16 лет и стали великими людьми, да? Такое тоже было. საქართველოს ისტორიაში არის მაგალითად მეფე, რომელიც 16 წლის იყო, როდესაც გამეფდა და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მეფე იყო. В наше время 25 лет это довольно-таки ранний возраст. 25 წელი ჩვენს ეპოქაში საკმაოდ ადრეული ასაკია. Я помню, когда Саакашвили пришел к власти, აი მახსოვს მაგალითად, როდესაც სააკაშვილი მოვიდა он ხელისუფლებაში, назначал какого-то министра и говорит, ему 26 лет, он очень опытный специалист. ამობდა რომ ministrs ნიშნავდა და 20 რაღაც 2-3-4 წლის ასაკში და ძალიან გამოცდილი ministri И არის. я подумал, единственный опыт, который я имел в этом возрасте, это были мои глупости, которые я сделал. მე მახსენდება ჩემი თავი და ერთადერთი გამოცდილება რაც ამ ასაკში შეიძლება მქონოდა, ჩემი სულელური ქმედებები იყო. Люди, они взрослеют постепенно, ადამიანები
თანდათანობით и იზრდებიან, приобретают этот опыт. გამოცდილებას И იძენენ даже в храме Божьем не допускались к священству люди младше 30 лет. და ტაძარში არ დაიშვებოდნენ არ დაიშვებოდნენ წმინდათა წმინდაიში ადამიანები, რომლებიც 30 წელზე ახალგაზრდები იყვნენ. Но вот царем становится 25-летний парень. მაგრამ 25 წლის ასაკში გამეფდა ადამიანი. Его вообще никто не спрашивал об этом. საერთოდ არც არავინ არ ეკითხებოდა მას. Это случилось. მაგრამ ეს მოხდა. Его отец был царем, მისი мама იყო მეფე и он был ужасным царем. და ძალიან ცუდი მეფე იყო. Езекии досталось разрушенное, разоренное царство. ჰისკიახუს ერგო საკმაოდ დამსხვრეული სამეფო. Его отец Ахаз был отступником от Бога, მამამისი აჰაზი იყო განდგომილი ღმერთისგან. и Езекии повезло, что он родился первым, ჰისკიახუს კი გაუმართლა რომ პირველი იყო. потому что многие из его остальных братьев и сестер были принесены в жертву языческим богам. ვინაიდან მისი დაძმების დიდი ნაწილი, ასე ვთქვათ, წარმართულ ღმერთებს შესწირეს Их მსხვერპლად. сжигали во славу языческим богам. წარმართული ღმერთების საპატივსაცემოდ, ასე ვთქვათ, შესწირეს მსხვერპლად და დაწვეს. Ситуация дошла до того, что люди просто закрыли двери храма და Божьего იმ მდგომარეობამდე მივიდა ვითარება, რომ ტაძრის კარები უბრალოდ ჩარაზეს и поклонялись языческим და божествам. თაყვანს სცემდნენ წარმართულ ღმერთებს. И из-за этого Иудея терпела поражение за поражением. და იუდეა მარცხზე იწვნევდა ხოლმე ამის И გამო. самым большим врагом стали их братья, израильтяне, Северное царство. და ჩრდილოეთი სამეფო გახდა მათი პირველი მტერი, ისრაელთა И это ძმები. царство было больше, оно было сильнее. ეს სამეფო იყო გაცილებით დიდი და И მძლავრი. однажды, когда между ними была война, აერთხელაც, ოდესაც მათ შორის იყო გაჩაღებული ომი, израильтяне убили 120 тысяч иудеев. ისრაელთა ჯარმა გაანადგურა 120,000 იუდეველთა ჯარი. Братья убивали своих братьев. ანუ გამოდის, რომ ძმებმა მოკლეს დახოცეს Как საკუთარი сейчас ძმები. происходит между Россией и Украиной. როგორც ახლა მაგალითად უკრაინასა და რუსეთს შორის ხდება. И они убили за одно сражение 120 тысяч человек. 120,000 ადამიანი მოკვდა ერთ შეიარაღებულ კონფლიქტში. Вы представляете себе, 120 тысяч мужчин исчезли просто. 120,000 კაცი გაქრა. Вы знаете, если вы сейчас поедете в Россию, вы везде видите объявление о приеме на работу. აი მაგალითად ახლა რუსეთში უკვე მსხვერპლთა რაოდენობა იმხელა არის, რომ ყველგან სამუშაო ძალა ჭირდებათ. Нужны работники, и их нет. ჭირდებათ მუშაკნი, მაგრამ არ არიან. То же самое и даже хуже происходит в Украине сейчас. უკრაინაშიც იგივე ხდება. И когда эта война закончится, და როდესაც ეს ომი დასრულდება, Украина станет страной почти без мужчин. უკრაინაში ძალიან დიდი დანაკლისი იქნება კაცების. Война всегда разрушает все на своем пути. იმიტომ რომ ომი ანგრევს ყველაფერს. Нет мужчин, არ არის კაცი, храм закрыт, ტაძარი დაკეტილია, налоги не собираются. ესე თაქს გადასახადები არ გროვდება, Армии почти не существует в стране. შეიარაღებული დანაყოფები არ არსებობს, Крепости разрушены. ციხესიმაგრეები დამგრეულია И в этом возрасте და ამ ასაკში 25-летний человек становится царем своего народа. 25 წლის კაცი ხდება, ბიჭი ხდება თავისი სამეფოს მეფე. Что ему делать? რა უნდა გააკეთოს? Ему нужно понять, что произошло. პირველ რიგში უნდა გააცნობიეროს თუ რა მოხდა. И он это понимает. და კარგადაც ზესმის ეს. Если вы будете читать дальше, თუ შემდეგ წაიკითხავთ, вы читаете молитву исповедания Езекии. ისკიახუს აღიარებით ლოცვას ვხედავთ. Он говорит, отцы наши, они поступали беззаконно. ჩვენი მამები ურჯულოებით იქცეოდნენ. Делали негодное пред очами Господа. ღმერთის სახის წინ აკეთებდნენ არასასურველს. Оставили Господа. მიატოვეს ღმერთი, Отвернулись от Него своим лицом. ზურგი აქციეს მას. Отвернулись от Дома Божьего. ღმერთის სახს განუდგნენ, Повернулись спиной и заперли двери Дома Божьего. ზურგი აქციეს და დაკეტეს, ჩარაზეს ღვთის სახის Погасили კარი. светильники. ლამპრები ჩააქრეს. Не сожигали курений и жертв Господу. ესე იგი არ მსხვერპლი არ შესწირეს ღმერთს. И он говорит, это причина. და ეს არისო მიზეზი. Причина того, что с нами произошло, მიზეზი თუ რაც მოხდა, это наше отступление от Бога. იმის მიზეზი რატომაც მოხდა, რაც მოხდა არის
ჩვენი განდგომა Но ღმერთისგან. если вы читали Ветхий Завет внимательно, მაგრამ თუ ძველი აღთქმა ყურადღებით გაქვთ წაკითხული, вы можете найти примеры еще большего отступления. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ განდგომის კიდევ უფრო ღრმა მიზეზები. Это когда в храме Божьем ставили идолы другим богам. მაგალითად, როდესაც ღვთის ტაძარში აღავლინეს სხვა ღმერთების კერპები, Когда при Доме Божьем открывали блудилищные дома. როდესაც ესე იგი მრუშობის სახლები გახსნეს, მოდი ასე Где люди ტაძრებში. блудили во славу языческих богов. და მრუშობდნენ, ესე იგი წარმართული ღმერთების სახელით. И вот на სადიდებლად. фоне всего этого და ამ ყველაფრის ფონზე Израиль, то есть Иудея начинает потихонечку исчезать. იუდეა ნელ-ნელა ქრება. Посмотрите, здесь явно видна взаимосвязь აქ არის გარკვეული ურთიერთკავშირი. между отношением к храму Божьему ღვთის ტაძართან დამოკიდებულებასა და и состоянием народа. ერის მდგომარეობას შორის. Но на самом деле отношение к церкви или к храму Божьему მაგრამ რეალურად ეკლესიასთან ან ღვთის ტაძართან დამოკიდებულება это только внешний симптом того, что внутри у человека არის находится. გარეგნული სიმპტომი იმისა, თუ რაც ხდება ადამიანის შინაგანში. Когда мы читали 83-й псалом, აი, там было როდესაც сказано: 93 псалმუნი წავიკითხეთ, კარგად იყო დაწერილი. блажен человек, у которого сила в тебе, у которого в сердце пути направлены к тебе. ნეტარია ადამიანი, რომელიც შენშია მისი ძალა, ხოლო მის გულში გზა შენკენ მოდის. Это начинается с моего сердца. ყველაფერი იწყება გულიდან. Когда человек больше не ходит в церковь, როდესაც ადამიანი თავს ანებებს ტაძარში и სიარულს ты спрашиваешь его, в чем причина, და ეკითხები მიზეზების შესახებ. иногда человеку очень трудно назвать, как-то определить эту причину. ზოგჯერ ადამიანისთვის საკმაოდ რთულია მიზეზების გამორკვევა. И люди начинают выдумывать какие-то поводы для того, чтобы им здесь не быть. და ადამიანები გარკვეულ მიზეზებს ეძებენ ხოლმე იმისა, თუ რატომ არ არიან აქ. Иногда причины бывают до смешного надуманные какие-то. ზოგჯერ ეს მიზეზები ძალიან ისეთია რა, სასაცილოდაც კი არ На გვაქვს. самом деле ты не можешь и даже не должен пытаться заставить человека в таком состоянии прийти сюда. რეალურად შენ არც კი უნდა ეცადო, ან არც კი უნდა აიძულო ადამიანს, რომ ასეთ მდგომარეობაში მოვიდეს ტაძარში. Иногда люди под каким-то давлением из приличия, из чувства неудобства перед нами, они придут, посидят и потом опять исчезают. ზოგჯერ შენ საპატივსაცემოთ ან იმის გამო რომ სხვენი ან რაღაცა უხერხულად გრძნობს თავ შეიძლება მოვიდეს და შემდეგ წავიდეს ისევ А გააგრძელოს есть ცხოვრება. люди, которых ты отсюда выгнать не можешь. მაგრამ არიან ხალხი, რომელთა გაგდებაც კი რთულია ტაძრიდან. Недавно епископ позвонил мне в субботу вечером: а что там свет горит? А там кто на барабане? Какая-то девочка играет. Я говорю, это наши, я поговорю. ერთხელ ამას წინათ ეპისკოპოსმა დამირეკა შუქიანთია ვიღაც დრამზე უკრავსო და ვინ არიონ? А что они без конца там? სულ იქ რატო არიანო? Ну, понятно. Надо платить за свет, за все эти вещи, это понятно. გასაგებია რომ კომუნალურებია გადასახადი. Понятно, что во всем нужен порядок. გასაგებია რომ ყველაფერში წესრიგია საჭირო. Но с другой стороны, посмотрите, есть много людей, которых отсюда трудно отправить. Они не хотят уходить отсюда. მაგრამ არის ხალხი, რომელთა, ასე ვთქვათ, ვერც კი აიძულებ რომ დატოვოს ღვთის ტაძარი. А есть люди, которых очень трудно заставить сюда прийти. არის ხალხი, პირიქით, რთულია რომ აიძულო აქ მოსვლა И მაგალითად. причина этого, потому что в сердце что-то произошло. ამის მიზეზი კი ის არის, რომ გულში რაღაც მოხდა. И что начинает делать Езекия? და რას აკეთებს ის კი ახო. Давайте возьмем за образец этот храм, მოდით ავიღოთ როგორც ნიმუში ეს ტაძარი, но будем думать про нашу жизнь, про наше მაგრამ сердце. პარალელი გავავლოთ ჩვენ ცხოვრებას. Как только он стал царем, როდესაც კი გამეფების მომენტიდან одним из его первых приказов ერთ-ერთი მისი უპირველესი ბრძანება это было открыть храм Божий и привести его в порядок. იყო შემდეგი, რომ გაეხსნა ტაძრის კარები და მოეწესრიგებინა შიგნიდან. И они начинают наводить там порядок, ремонтировать что-то. იწყებენ აღდგენით პროცესს, რემონტს, ასე ვთქვათ, წესრიგის დამყარებას. Парали помена это не написано, но в книге Царств написано. ნეშტთა წიგნში ეს არ არის დაწერილი, მაგრამ მეფეთა წიგნში დაწერილია. Когда они там убирали, როდესაც აწესრიგებდნენ ტაძარს, они нашли книгу. იპოვეს წიგნი. Удивительно, знаешь. გასაოცარი ამბავია. Они нашли книгу. იპოვეს წიგნი. Это была книга Моисеева закона. ეს იყო მოსეს რჯული. Представляете, настолько далеко это все зашло, что они
забыли о ее существовании. იმდენად ღრმად შეტოპეს ფაქტობრივად, რომ ამ წიგნის არსებობის შესახებაც კი И они დაავიწყდათ. принесли эту книгу перед лицо царя. და მეფეს მიუტანეს ეს წიგნი. Развернули, стали читать. გადაშალეს და დაიწყეს წაკითხვა И царь порвал свои одежды на და себя. მეფემ შემოიგლიჯა ტანსაცმელი ტანის И სამოსი обратился к Богу в посте и в молитве. და მიმართა ღმერთს ლოცვასა და მარხვაში. И с этого момента начинается изменение в этой стране. და ამ ქვეყანაში ცვლილებების ჟამი იწყება. Израиль становится все сильнее, сильнее, сильнее. ისრაელი კიდევ და მეტად და მეტად ძლიერდება. Они начинают одерживать победу за победой. გამარჯვებას მოჰყვება И они празднуют Пасху. და ასექსაც ზეიმობენ. И такой Пасхи не было от времен Моисея, как они отпраздновали. და მოსეს დროის შემდეგ ასეთი აღნიშნვა არ ყოფილა ერში. То есть обращение к Богу, оно соединило весь народ. ანუ ღმერთთან დაბრუნება, ასე ვთქვათ, დაბრუნება გააერთიანა მთელი ერი. Это, по-моему, то, в чем нуждается сегодня наша страна. აი ეს ჭირდება ზუსტად ჩვენს ქვეყანას. Мы нуждаемся в том, чтобы мы обратились к Богу. ჩვენ უნდა მივმართოთ ღმერთს. У нас могут быть разные политические взгляды. შეიძლება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები У нас გქონდეს. могут быть разные взгляды на то, как лучше строить нашу страну. შეიძლება განსხვავებული ხედვა გქონდეს იმის თაობაზე თუ როგორ უნდა ავაშენოთ Но ეს если у ქვეყანა. нас будет один Бог, მაგრამ თუ ერთი იქნება ჩვენი на ღმერთი, самом деле один Бог, მაგრამ თუ ღმერთის გარშემო გავერთიანდებით, тогда мы сможем соединить наши усилия, მაშინ ჩვენს ძალისხმევასაც а გავაერთიანებთ. не воевать друг с другом из-за разницы во мнениях. და აზრთა განსხვავებულობის გამო არ ვიომებთ. Поэтому, когда они начали очищать этот храм, ამიტომ როდესაც დაიწყეს ტაძრის გაწმენდა, они выбросили оттуда все вещи, ყველაფერი გადაყარეს, которые их предшественники посвятили языческим божествам. რომლებიც მათ წინაპრებმა მიუძღვნეს, რაც მათ წინაპრებმა მიუძღვნეს წარმართულ И это ღმერთებს. очень интересный момент. საინტერესო მომენტია. Потому что в Писании ты встречаешься с этим подходом несколько раз. ვინაიდან ასეთი მიდგომა წმინდა წერილში რამოდენიმეჯერ არის ნახსენები. Они уничтожали эти вещи, ისინი ანადგურებდნენ ამ ნივთებს не заботясь об их ценности და материальной. არც კი აინტერესებდათ ამ ყველაფრის მატერიალური ფასეულობა. Они могли какой-то золотой истукан просто перетереть в пыль и выбросить в воду. აი მაგალითად რაიმე ოქროს კერპს აიღებდნენ და დაფშხვრინდნენ და გადაყრიდნენ. Они не хотели даже прикасаться к этому золоту. შეხებაც კი არ სურდათ ამ ოქროსთან. Они не думали, что, знаешь, можно мудрее быть, переплавить это и сделать что-то для нашего Бога. არ იყვნენ საკუთარ თავში ბრძენნი, არ ფიქრობდნენ რომ აი მოდი გადავადნოთ და რაღაც ღმერთისთვის გავაკეთოთო. Потому что если что-то основано на идолопоклонстве, ვინაიდან თუ რაიმე ესე იგი კერპისთვის შესაწირავად если არის что-то განსაზღვრული, осквернено этим, თუ რაიმე უკვეწაბილწულია, ты не можешь переделать это შენ ამას ვერ გადააკეთებ и попытаться приспособить к служению Богу. და ვერ მიუსადაგებ ღვთისმსახურებას. На протяжении всей истории церкви ეკლესიის ისტორიის მანძილზე всегда присутствовала эта трагедия, ყოველთვის არსებობდა ეს ტრაგედია. когда христиане пытались примириться с язычеством. როდესაც ქრისტიანობას წარმართობასთან გაერთიანებას ცდილობდნენ, Даже в нашей стране ты в христианстве можешь найти следы язычества. ქრისტიანობაშიც კი, აი ზოგადად ჩვენ ქვეყანაშიც კი ძალიან ბევრი ნიშანია Ритуалы, которые წარმართობის. своими корнями восходят к тому. აი რიტუალთა ნაწილი არის წარმართული, ასე ვთქვათ. Церковь просто устала бороться с ფესვები этим აქვს წარმართული და ეკლესია დაიღალა ამ ყველაფერთან ბრძოლით и примирилась с этими вещами. და შეეგუა ამ ყველაფერს. Не происходит ли что-нибудь такое в нашем сердце? ხო არ ხდება რაიმე მსგავსი ჩვენს გულებში? Почему наши сердца охладевают к Богу, если это происходит? ცივდება ჩვენი გული ღმერთის მიმართ თუ ეს ასე ხდება? Потому что появляется что-то другое, что привлекает наше внимание. რატო? იმიტომ რომ რაღაც განსხვავებული სხვა გამოჩნდება ხოლმე, რაც ჩვენს ყურადღებას იპყრობს. Женщины меня очень хорошо поймут. ქალბატონები კარგად გამიგებენ. Если твой муж вдруг изменил отношение к тебе, вдруг, თუ შენმა მეუღლემ შენს მიმართ უეცრად შეიცვალა დამოკიდებულება შენს მიმართ, перестал часто разговаривать с тобой, მაგალითად ხშირად აღარ გესაუბრება, перестал делать какие-то подарки тебе, საჩუქრებს აღარ გჩუქნის, перестал шутить, перестал общаться, აღარ გეხუნება, აღარ стал ურთიერთობს შენთან, задерживаться на работе, მაგალითად სამსახურში დიდხანს ყოლმდება, ты подойдешь к нему однажды и скажешь, кто она? მიხვალ და კითხავ რომ აი ვინ არისო ეს Давай, ქალბატონი? рассказывай, кто эта женщина, из-за которой ты охладел ко мне? აბა დაფქვი, რატო გაცივდიო?
И сразу в твоих глазах Чем увидит, врешь ты или нет. და მომენტალურად იხილავს შენს თვალში იტყვები თუ Если არა. мы охлаждаемся к Богу, და თუ ჩვენი დამოკიდებულება ღმერთის მიმართ ცივდება, это значит, в нашей жизни что-то появилось, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ცხოვრებაში რაღაც გაჩნდა. что вышло на один уровень с Ним, или если даже, иногда бывает, что даже выше, чем Он стал. რაც გაუტოლდა, ასე ვთქვათ, ღმერთს, ან შეიძლება გადააჭარბა კიდევაც. И у Езекии у него хватило мужества исповедоваться и признаться в этих вещах. და ჰიზკიაჰუს ეყო, ასე ვთქვათ, ძალღონი, ასე ვთქვათ, შინაგანი ძალა, რომ ეღიარებინა ეს. И он выбросил все это из своей жизни. და ეს ყველაფერი გადაყარა თავისი К ცხოვრებიდან. этому же он призывал народ. და მოუწოდებდა იგივესკენ Они ერს, трудились, они учили народ Божий. შრომობდნენ, ასწავლიდნენ თავის ერს. И Израиль изменился. ისრაელი საბოლოო ჯამში შეიცვალა. Знаешь, некоторые люди говорили, когда мы уверовали, что мы были фанатиками. როდესაც მაგალითად აი მე ვირწმუნე, მეძახდნენ ფანატიკოს. Потому что мы очень тщательно подходили к этому вопросу очищения нашей жизни. ვინაიდან დამოკიდებულება ჩვენი ცხოვრების განწმენდისადმი ძალიან ფაქიზი და ძალიან დეტალური იყო. Не так давно мне пришлось с одним моим другом, очень образованным человеком, ехать довольно долго в машине. Часов 5 мы ехали. ერთ-ერთ ჩემ განათლებულ მეგობართან ერთად პატივი მქონდა რომ ხანგრძლივ გზაზე ყოფილიყავით ერთად მანქანაში. И он задал мне очень интересный вопрос. 5 საათი ვიყავით დაახლოებით ერთად და საინტერესო კითხვა А დამისვა. как в вашей церкви относятся к психическим вещам? Вы считаете все это одержимостью? მაგალითად რა დამოკიდებულება აქვთ თქვენს ეკლესიაში ფსიქიკურ დაავადებებთან? თქვენ ეს ყველაფერი შეპყრობილობაში გადაგავთ? Вы действительно верите, что есть бесы и они как-то влияют на вашу жизнь? ნამდვილად ფიქრობთ, რომ არსებობს დემონები, რომლებიც გავლენას ახდენენ ცხოვრებაზე? Я, конечно, сказал, что не все заболевания и даже психические это влияние бесов. უნებრივია, რომ ჩემი პასუხი იყო, რომ დემონების გავლენა არ არის ყველა დაავადება და ზოგიერთი ფსიქიკური დაავადებაც კი, Но это реально существует. მაგრამ ეს ყველაფერი რეალურად И потом არსებობს. я начал ему рассказывать, в каком состоянии я был, прежде чем я покаялся. შემდეგ მე მოუყევი ჩემი ცხოვრებიდან რა მდგომარეობაში ვიყავი. მე სანამ ღმერთს ვირწმუნებდი. А я занимался оккультизмом. ოკულტიზმით ვიყავი დაკავებული. Я почти сошел с ума от страха. კინაღამ შევიშალე ფაქტობრივად Я постоянно შიშისგან. чувствовал, что кто-то за мной ходит. ყოველთვის გრძნობდი, რომ ვიღაც დამყვებოდა ზურგს Я უკან იყო ვიღაც. оборачивался, чтобы его увидеть. და ესე იგი გაუბრუნდებოდი ხოლმე, რომ გავიხედავდი. Я пытался как-то защититься от этого. დამენახა და ვცდილობდი, რომ როგორღაც დამეცვა თავი. Крестик на шее, он хватил меня на 3 дня, потом это перестало работать. გულზე დაკიდული ჯვარი მე ამ ყველაფერმა დამეხმარა 3 დღე, შემდეგ ამასაც აღარ ქონდა Я ძალა. пил очень много, чтобы забыть про эти вещи. ბერს უსვამდი, რომ დამევიწყებინა ამ ყველაფრის ეს ყველაფერი. Я пришел в церковь, потому что я почти сошел с ума от этих вещей. ეკლესიაში მოვედი, რადგან фактобრივად კინაღამ შევიშალე ამ ყველაფრის გამო. Поэтому, когда я стал верующим, როდესაც ვირწმუნე, знаешь, что я сделал? რა გავაკეთე, იცით? Я выбрасывал все эти вещи из своего дома. თითოეული ეს ნივთი გადავყარე სახლიდან. Все, что было Нагался. связано с оккультизмом. ყველაფერი რაც ოკულტიზმთან იყო Были это დაკავშირებული. книги, были это какие-то предметы, წიგნი იქნებოდა ეს ნივთი იქნებოდა, которые я использовал для этой практики. რასაც ვიყენებდი ამ პრაქტიკაში. Я не просто выбрасывал, все, что можно было сжечь, я сжигал. არა მხოლოდ ნაგავში უყრიდი, რისი დაწვაც შეიძლებოდა უწვავდი Чтобы კიდეც. это не попало кому-то другому в руки. სხვის ხელში რომ არ აღმოჩენილი Если იყო это ეს. нельзя было сжечь, я это ломал, разбивал на мелкие кусочки и выбрасывал. თუ ამ ნივთების დაწვა იყო შეუძლებელი, ვამსხვრევდი და ასე ვყრიდი Когда ნაგავში. я узнавал, что какой-то писатель, книги которого я очень любил, он, оказывается, был оккультистом, თუ მაგალითად ხედავდი, რომ ოკულტისტური წერლის მიერ დაწერილი წიგნი მქონდა. даже если это был роман, в котором ничего об оккультизме не говорилось, თუ მაგალითად ეს იყო რომანი, სადაც საერთოდ არაფერი არ იყო ნათქვამი ოკულტიზმის я შესახებ. убирал эти книги из своего дома. Ну, например, да. ასე წიგნებს ვყრიდი ხოლმე. Я все книги Булгакова убрал из своего дома. ბულგაკოვის ყველა წიგნი გადავყარე магალითად. Я убрал книги Конан Дойля из своего дома. კონან დოილის წიგნები გადავყარე. Кто-то может сказать, что это, не знаю, как это, фанатизм или что-нибудь еще. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს ფანატიზმი იყო, Но я знал, что это такое, не с чужих слов. მაგრამ სხვისი სიტყვებიდან არ ვიცოდი ეს. И люди, которые этим живут,
და ხალხი რომლებიც ამ ყველაფრით они ცხოვრობენ вкладывают кусочек этого во все свои произведения. ასე ვთქვათ რაღაც გარკვეულ ნაწილს თვითონ თავის ნაწარმოებში დებენ И если ты будешь читать книги, написанные сумасшедшим, თუ მაგალითად შეშლილი ადამიანის მიერ დაწერილ წიგნს აიკითხავ поверь, что это повлияет на твой разум. მერწმუნე რომ ეს შენს ცნობიერებაზე აუცილებლად Писание говорит, იქონიებს не обманывайтесь. გავლენას და წერილი ამბობს რომ ნუ მოტყუდებით Дурные сообщества развращают добрые нравы. ბოროტი საზოგადოება ყნის კეთილ ჩვევებს И когда мы все это და сделали, როდესაც ყველაფერი ეს გავაკეთეთ мы молились и промаливали свой дом. ჩვენ ლოცულობდით და ასე ვთქვათ ვაკურთხეთ Потому სახლი что все это не хотело уходить. ვინაიდან ამ ყველაფერს არ უნდოდა წასვლა Писание говорит, покоритесь Богу, противостаньте дьяволу. დაწერილია რომ დაემორჩილეთ ღმერთს და წინ აღუდექით ეშმაკს И он убежит от და вас. იგი გაიქცევა И мы თქვენგან молились за каждый уголок своего და ჩვენ дома. ლოცულობდით ჩვენი სახლის თითოეულ კუთხეზე Прошло некоторое время, განულო გარკვეულ დრომ и ко мне приходит один новообращенный брат. და ჩემთან მოდის ერთი ძმა რომელმაც ახლახანს Он ირწმუნა просто ღმერთის хотел поговорить, и мы пригласили его на кухню, налили чай, там жена пышки сделала. там. მას უნდა უბრალოდ ჩვენთან საუბარი დავპატიჟეთ ჩაი დავალევინეთ ნამცხვარი ვაჭამეთ Помолились перед едой, ვილოცეთ წინასწარ молились после еды. Мы, знаете, 2 раза молились во время ჭამამდე და ჭამის пищи. მერე ვლოცულობდით ხოლმე До еды, после еды. ჭამამდეც და ჭამის მერეც И потом он сказал какую-то нужду свою, что вот я Შემდეგ- хотел бы вот об этом помолиться. დაასახელა თავისი საჭიროება რომ აი ამაზე მინდა ვილოცო И мы встали на колени, и мы молились. დავდექით მუხლებზე და ვილოცეთ И в конце он мне сказал, და მეუბნება мне так трудно молиться у себя дома. ისე მიჭირსო ჩემ სახლში ლოცვა Как мне легко у вас молиться. რა მარტივიაო თქვენთან სახლში ლოცვა А это место, где мы молились, это была моя молитвенная комната, кухня. და ეს ადგილი სადაც ჩვენ იმ მომენტში ვლოცულობდით ეს იყო ჩემი სამზარეულო ჩემი სამლოცველო ოთახი ასე ვთქვათ И я сказал ему, что ему нужно сделать, чтобы ему дома было легко молиться. და ინსტრუქცია მივეცი რა უნდა გააკეთებინა იმისთვის რომ სახლში გამარტივებოდა ლოცვა Первое, что человек должен сделать, чтобы вернуться к Богу, პირველი რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს იმისთვის რომ დაუბრუნდეს ღმერთს это признать неправильность своего состояния. პირველ რიგში უნდა აღიაროს საკუთარი მდგომარეობის Признать, საკუთარი არასწორი მდგომარეობა признать, что охлаждение это является проблемой. უნდა აღიაროს რომ გაციება შინაგანში არის არასწორი У მდგომარეობა охлаждения პრობლემა духовного всегда есть причина. და სულიერ გაციევებას აქვს მიზეზი Что-то заняло место Бога или начинает занимать место ესე Бога в იგი твоей რაღაცამ жизни. დაიკავა შენ ცხოვრებაში ღმერთის ადგილი ან რაღაცა უკვე იკავებს პროცესშია И первое, что тебе нужно сделать, тебе нужно исповедоваться в этом перед Богом. პირველ რიგში უნდა აღიარო ღმერთის წინაშე ეს მდგომარეობა И второе, და მეორე когда Бог начнет показывать тебе, როდესაც ღმერთი დაგანახებს შენ что в твоей жизни является лишним, თუ რა არის ზედმეტი შენ ცხოვრებაში тебе нужно от этого избавляться. შენ ეს უნდა ჩამოიცილო Эти вещи какие-то, эти увлечения, ეს ნიუთები ეს გატაცებანი какие-то наклонности свои. დრეკილებები Проси Бога, чтобы Он помог тебе и освободил тебя от этого. სთხოვე ღმერთს რომ დაგეხმაროს და გაგათავისუფლოს Иногда ამ люди не რაღაცეებისგან. видят, в чем причина. Попроси, чтобы Бог открыл тебе. ზოგჯერ ადამიანები მიზეზსაც კი ვერ ხედავენ და სთხოვე ღმერთს რომ დაგანახოს მიზეზები И Он обязательно будет с тобой და разговаривать. აუცილებლად დაგელაპარაკება შენ И вот они это сделали. აი გააკეთეს ეს И вот они отпраздновали Пасху. აი იზეიმეს პასექი Так замечательно отпраздновали. შვენიურად იზეიმეს Такое единение всеобщее, народное. ესეთი ეროვნული ერთობა Они იყო почувствовали, мы братья, мы вместе снова все. იგრძნეს რომ ძმები იყვნენ და ერთად იყვნენ კлау И вдруг приходят ассирийцы, враги. და აშურელები მოდიან უეცრად Они заходят Трები. с севера, ჩრდილოეთიდან შემოუტიეს начинают идти к Иерусалиму იერუსალიმისკენ и დაიძრნენ очень легко берут на своем пути все крепости. და დაბრკოლების გარეშე იპყრობენ თითოეულ ციხესიმაგრეს გზად И сердце людей падает. და ადამიანთა გულები ასე ვთქვათ დაითრგუნა Они присылают, царь ассирийский присылает своего военачальника. და აშურეველთა მეფე გზავნის საკუთარ მხედართმთავარს Тот становится под стеной Иерусалима იერუსალიმის კედლის ქვეშ დგება и начинает говорить: дорогие евреи, და მიმართავს ებრაელებს ძვირფასო ებრაელებო у меня есть для вас новость. ამბავი მაქვს თქვენთვის Меня послал к вам царь великий, царь ассирийский.
აშურეველთა დიადმა მეფემ გამომგზავნა თქვენს წინაშე. Откройте для меня ворота. გახსენით თქვენი კარიბჭენი, Мы с вами поговорим. გაგესაუბრებით, Кое-что у вас заберем. რაღაცეებს წაგართმევთ, А потом поживите немного спокойно. შემდეგ შეგიძლიათ ცოტა ხნით მშვიდად იცხოვროთ, Пока мы не придем и не переселим вас в другую სანამ землю. არ მოვალთ და არ გადაგასახლებთ სხვა მიწებზე. Но если вы скажете, მაგრამ თუ თქვენი იტყვით, что ваш Бог защитит вас, რომ ჩვენი ღმერთი დაგვიცავსო ჩვენ, тогда помните, მაშინ ისიც უნდა გახსოვდეთ, Бог Арпада не помог, არპადთა მეფემ ვერ დაგიცვათ, Бог Сепарваима не помог მეფემ ему, არა ღმერთმა სეპარმაინთა Бог ღმერთმა ვერ города დაგიცვათ, Адна ему не помог, ადნას ღმერთმაც ვერ დაგიცვათ, и ваш Бог тоже вам не поможет. შესაბამისად ვერც თქვენი ღმერთი Потому что დაგიცვათ ни თქვენ, один Бог не спас эти народы от моей руки. ვინაიდან ვერც ერთი ამ ერთაგანი ვერ დაიცვა მათმა ღმერთმა. Через некоторое время он вернулся, გარკვეული დროის შემდეგ იგი დაბრუნდა и он принес это письмо და მოიტანა с წერილი теми же самыми словами. იგივე სიტყვებით. И знаешь, что сделал Езекия? და რა გააკეთა ის კი ახლა. Мне так нравится его искренность и простота. ძალიან მომწონს მისი სიმარტივე და Он სიწყფელე. пошел в храм Божий, წავიდა ღვთის ტაძარში, встал на колени, ჩაიმუხლა, развернул этот свиток გახსნა ეს и გრაგნილი сказал: «Читай, Господи!» და ეუბნება ღმერთს, რომ წაიკითხეო Как будто ღმერთო. бы Бог не знал этого и не слышал этого. თითქოს და ღმერთს არც Посмотри, что эти люди говорят. არ მოусმენია და ნახე რა სამოფსო ეს ხალხი. Но ты, Господи, მაგრამ შენ ღმერთო, ты не как боги прочих народов. შენ არ ხარ უცხო სხვა ერთა Ты живой Господь. ღმერთის მსგავსი არ მე შენ Ты ხარ благ ცოცხალი ко ღმერთი. всем, которые на тебя შენ ხარ уповают. კეთილი, ვინც შენზე არის დაიმედებული. И знаешь, что случилось? და რა მოხდა? Ангел Господень пришел в эту ночь в храм, в стан ассирийцев. აშურეველთა ჯარის შუაგულში მივიდა ღვთის ანგელოზი И если я не ошибаюсь, в эту ночь умерло 140 тысяч და человек. თუ არ ვწდები დაახლოებით 185, спасибо. Есть образованные люди среди нас. 185,000 ადამიანი Может, ты знаешь, დაიღუპა ამ сколько დროს. рыб Петр достал, когда Иисус воскресший был на берегу? Не знаешь? 53. 1-1 счет. Представляете, 185 тысяч человек. 185,000 ადამიანი И армия развернулась и ушла. და ჯარი გაბრუნდა და წავიდა სახში. Просто развернулась и ушла. გაბრუნდნენ და წავიდნენ უკან. Никто не бросил ни одной стрелы в сторону Иерусалима. არც ერთი ისარი არ იყო გავარდნილი შვილდისრიდან Посмотри, как интересно бывает. იერუსალიმის მიმართ. Посмотри, как это интересно. Люди только отпраздновали. ძალიან საინტერესო ამბავია, ხო, ხალხმა ამ წამს იზეიმა. Люди одержали такие победы. საოცარი გამარჯვებები იზეიმეს. И после этого приходит враг. და ამის მერე მოდის მტერი. И если ты такой немножко веришь в Евангелие процветания, ты скажешь: а что случилось? Как же? Бог не должен был это допустить. და თუ აყვავების ეგრეა, ხო? სახარების გჯერა, მაშინ უნდა თქვა, რომ ეს რანაირად ხდებაო. Потому что есть люди, которые... Я сам верю в процветание, поверьте мне. შეიძლება მე თვითონ ვიყო აყვავების. Не, я верю в благословение Божье. მე რა თქმა უნდა მჯერავს. Я живу благословением Божьим. მე მჯერა, რომ ღმერთი ადამიანებს აკურთხებს. Но есть люди, которые верят, что если ты христианин, у тебя никаких проблем никогда в жизни не должно быть. მაგრამ ზოგიერთ ადამიანს ჯერა, რომ თუ ღმერთის წამს პრობლემები არ გექნება. Вы знаете, что эти враги пришли ეს მტრები მოვიდნენ именно потому, что в Израиле было пробуждение. ზუსტადაც იმიტომ, რომ ისრაელში იყო გამოღვიძება. Это не они сами решили. თავად კი არ გადაწყვიტეს. Это враг душ человеческих, он послал этих людей, არამედ კაცთა სულის მტერმა გაგზავნა ამ ადამიანების чтобы погасить это пробуждение, გამოღვიძების ჩასაქრობად. чтобы все это остановить, რათა ეს ყველაფერი чтобы გაეჩერებინა. разрушить веру რათა людей. დაენგრია ხალხთა რწმენა. То, что ты очищаешь свою жизнь и посвящаешь ее Господу, ის ფაქტი, რომ შენ წმენ შენ ცხოვრებას და უძღვნ იმას это не ღმერთს, обязательно означает, что у тебя в жизни не будет никаких проблем. ეს იმას კი არ ნიშნავს ავტომატურად, რომ შენ პრობლემები არ გექნება. Но это значит, მაგრამ ეს имас что ნიშნავს, с Богом ты можешь все преодолеть. რომ შენ ღმერთთან ერთად შეგიძლია ყველაფერის გადალახვა. Потому что Писание говорит: все сие преодолеваем силою возлюбившего нас. ვინაიდან დაწერილია, რომ ყოველივე ამას გადავლახავთ
მისი საშუალებით რომელმაც В შეგვიყვარა ჩვენ имени Иисуса есть сила, есть власть. ქრისტეს სახელში იესოს სახელში არის ძალა და В имени ძალაუფლება Иисуса есть твоя победа. იესოს სახელში არის შენი И გამარჯვება если в твоем сердце твои пути направлены к და თუ შენს Господу, გულში შენი გზები არის მიმართული ღვთისკენ что бы ни ополчилось против тебя, რაც არ უნდა აღიდგეს შენ წინ приди, скажи об этом Богу. მიდი და უთხარი ამის შესახებ ღმერთს У Бога есть сила защитить და тебя. ღმერთს აქვს ძალა რომ დაგიცვას შენ У Бога есть слава, больше, чем слава этого мира. აქვს დიადება და სიდიადე მეტი ვიდრე ამ სამყაროში არსებობს Аллилуйя. Бог отвечает на наши молитвы. ღმერთი პასუხობს ჩვენს ლოცვებს Он постыжает наших врагов. და იგი არცხვენს ჩვენს მტრებს И Он готов тебя слышать отовсюду. და მზად არის რომ მოისმინოს შენი ნათქვამი ყველა ადგილიდან Он готов оберегать тебя, მზად არის რომ დაგიცვას შენ если ты обратишься к Нему. თუ შენ მიმართავ მას Посмотри, Священное Писание говорит. ნახე რა არის დაწერილი წმინდა წერილში Всякий ищущий находит, ყველა ვინც ეძებს პოულობს всякий просящий получает, ყველა ვინც ითხოვს მიეცემა всякому стучащему отворят, ყველა ვინც აკაკუნებს მას გაუღებენ всякому, ყველა любому, ნებისმიერისთვის из любого состояния, обращающегося к Богу, ნებისმიერი მდგომარეობიდან ვინც მიმართავს მას Бог услышит. ღმერთი გაიგებს ამ ხმას Иногда, вы знаете, ზოგჯერ людям стыдно помолиться. ხალხს სწვენია რომ ილოცოს Они думают, услышит ли Бог такого человека, как я. მოისმენს კი ღმერთი ჩემს ლოცვას А Писание говорит, что всякий человек, который он просит, он получит. მაგრამ წმინდა წერილში დაწერილია რომ ყველა ადამიანი ვინც ითხოვს მას მიეცემა Я бы мог рассказать вам что-то, вы почти все мои истории знаете наизусть. რაღაცას მოგიყვებოდით მაგრამ ყველა ისტორია უკვე ზეპირად იცით Но знаете, когда мы были молодыми совсем верующими, только даже не скажу, что уже верующими, а такими полуверующими. მაგრამ აი როდესაც ჯერ კიდე ღმერთის რწმენის ღმერთის დაჯერების გზაზე ვიყავით Мы иногда Ахал просили газодобаш. очень глупые вещи и устраивали испытания Богу какие-то. ზოგჯერ რაღაც სისულელებს თხოვდით ხოლმე უფალს და რაღაცა გეგონება ცდიდით ხო მას Это нельзя делать, когда ты знаешь Бога. ამის გაკეთება არ შეიძლება როდესაც შენ იცნობ Но ღმერთს так как мы были младенцами, მაგრამ ვინაიდან ჩვენ რწმენაში ჯერ ძალიან პატარები ვიყავით чвилеби, Чвилеби. Бог снисходил к нашему младенчеству. ღმერთი ძალიან ესეთი გაგებით ეკიდებოდა ჩვენს И Он ჩვილობას отвечал на наши молитвы. და პასუხობდა ჩვენს ლოცვებს И вы знаете, чего я никогда не мог найти? და რას ვერ პოულობდი ვერასოდეს იცით Связи между Божьими ответами и моим состоянием. ჩემს მდგომარეობასა და ღმერთის პასუხებს შორის კავშირს Я ვერ имею в პოულობდი виду то, მე იმას გულისხმობ что я никогда не мог сказать, რომ მე ვერასოდეს ვერ ვამბობდი что Бог ответил на мою молитву, რომ ღმერთმა უპასუხა ჩემს ლოცვას потому что я хорошо себя вел. იმის გამო რომ მე კარგად ვიქცეოდი Это не Дед Мороз, это Иисус Христос. ეს არ არის თოვლის პაპა ეს არის ქრისტე იესო Знаешь, дети пишут письма Санта-Клаусу. Я себя хорошо вел в этом году, пожалуйста, там. აი ბავშვები წერილებს წერენ თოვლის პაპას რომ კარგად ვიქცეოდი ამ წლის მანძილზე Поэтому ვიმსახურებ подари мне вот это и вот это. მაჩუქე ეს და ეს И потом его папа читает, его родной папа, и думает, где же я это возьму сейчас? მე შემდეგ მამა კითხულობს ამ ყველაფერს საიდან ვიშოვო ფიქრობს თავის გონებაში Но наш Бог, მაგრამ ჩვენი Он ღმერთი отвечает на нашу веру, იგი პასუხობს ჩვენს რწმენას а не на то, что мы сделали или не და сделали. არა იმას რა გავაკეთეთ და რა არ გავაკეთეთ Если ты только сейчас обращаешься к თუ Богу, შენ აი ამ ჯერ ეხლა მიმართე ღმერთს და или если ეხლა ты чувствуешь, что ты იწმუნე отступил ღმერთის. от Господа, ან გრძნობ რომ განუდექი მის გზას и ты хочешь вернуться к და Нему, გინდა რომ დაუბრუნდე მას обратиться к Нему в молитве – это самое лучшее, что ты можешь сделать. მიმართო მას ლოცვაში არის საუკეთესო რამ რისი გაკეთება შეგიძლია И попросить Его, და სთხოვო მას чтобы Он твою жизнь очистил, осветил რომ ее განწმინდოს შენი ცხოვრება и благословил და тебя. გაკურთხოს შენ Слава Господу Иисусу! დიდება ქრისტეს Этот год заканчивается, აი დასრულდა უკვე ფაქტობრივად ეს წელი и, знаете, Писание говорит, что мы должны приобрести сердце мудрое, чтобы исчислять дни. და დაწერილი არის რომ ბრძენი გული უნდა შევიქმნათ რათა დღეთა ათვლას არ ჩამორჩეთ Чтобы мы не потратили нашего времени зря. ანუ იგულისხმება რომ ჩვენი დრო არ გავფლანგოთ